მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება ესეთი გაშლა, რა სასიხარულო მოხდება ზუსტად შენს ცხოვრებაში ამ ახლო დღეებში, ხო? რაც ზუსტად ცნობილია დიდი ალბათობით და ვარაუდით, რაც მოხდება ამ ახლო დღეებში, ხო? რაც გაგახარებს და მოგიტანს სიხარულს. ესეთი პოზიტიური გაშლა გვექნება დღეს, იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ ხო, ცოტა რაღაცა გადავიდეთ რაღაცა ასეთ პოზიტიურ ვერსიაზე, ხო? ასევე არ დაგვაწყდეს რომ ეს არის საჯარო ზოგადი გაშლა, ხოლო უფრო დეტალური ინდივიდუალური ინფორმაციისთვის უკვე გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ბექგრაუნდზე, რემონტის ხმები მოგივათ ხოლმე და არ შეიმჩნიოთ. კარგი. ავირჩიოთ ახლა ჩვენ ეს დასტი. გამოვიყენე. ესე იგი, სიგნიფიკაციებით იქნება როგორც პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ცხოვრების ამ ეტაპზე, მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია ცხოვრების ამ ეტაპზე და მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ცხოვრების ამ ეტაპზე, ხო? გვექნება ეს სამი პოზიცია. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემოგვერდეს. ხო? მე კი დავიწყებ, გადავდოთ ასე. პირველი პოზიციის სიგნიფიკაციით დავიწყებ და ვნახოთ. გავაკეთე რომელი დასტა ისევ თქვენი საუბრობთ პირველ პოზიციას და მოკინე და რა ზუსტად სასიხარულო მოხდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში ამ ახლო დღეებში, ხო, რაც უკვე ცნობილია. რა არის? რაც ზუსტად გაახარებს პირველ პოზიციას, რაც ზუსტად მოხდება ამ სასიხარულო მის ცხოვრებაში ამ ახლო დღეებში. რას მოუტანს ეს სასიხარულო პირველ პოზიციას და რჩევა გადმომივარდა და ეს იქნება რჩევა, რაც გადმოვარდა, იმიტომ დავდებ აქ ამ რჩევას. კარგი, ვნახოთ თვითონ პირველ პოზიციის სიგნიფიკაცია. პირველი პოზიცია სავარაუდოდ ახლა იმყოფება ასეთ ენერგიებში. ასეთ ენერგიებშია პირველი პოზიცია, ხო. ცდილობს, ებრძოლება აქ პირველი პოზიცია საკუთარ თავს, რომ არ იყოს აი ასეთ მძიმე ენერგიებში. რომ არ იყოს ასეთ მძიმე ენერგიებში, ხო, რაღაც ბევრი მძიმე რაღაც შესაძლოა გადახდა აქ პირველ პოზიციას, რის გამოთაც ან გამოვიდა უკვე აი ასეთ მძიმე ენერგიებიდან, ან პროცესშია, რომ რაღაც დასრულოს ეს სამიანი ხმლები და უფრო მეტად ოპტიმისტურად, პოზიტიურად და იმედიანად შეხედოს ისევ ცხოვრებას. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი. პირველი პოზიცია საკმაოდ ისეთ მძიმე ენერგიებში ან იმყოფება, ან უკვე ეს ახალი გამოსულია ამ ენერგიებიდან, ხო? ეს ჯერ კიდევ რო ხელახლა დგები ფეხზე, იწყებ შეხედვას ცხოვრებაზე სხვა თვალით, იმედიანად, ცდილობ დაინახო რაღაცა სიხარულო პატარ-პატარა რაღაცეებში, ხო? რა თქმა უნდა, მიზეზი ყველას აქვს სხვადასხვა ექნება, ვინ რატო არის ამ ენერგიებში, ან რატო იყო ამ ენერგიებში, მაგრამ სიგნიფიკაცია ასეთი ახლა პირველი პოზიციის და თუ გრძნობთ, რომ ეს თქვენთან რეზონირდება, ესე იგი აგრძელებთ ყურებას. თუ გრძნობთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთან ახლოს არ მოდის რაღაცნაირად, მოусმინეთ სხვა პოზიციებს, ხო? თუ არც ერთი არ დაემთხვა, ესე იგი ეს უბრალოდ თქვენი გაშლა არ არის. კარგი, სიგნიფიკაციას შევეშვათ, ვნახოთ ახლა რა სასიხარულო ზუსტად მოხდება ამ ახლო დღეებში პირველ პოზიციის ცხოვრებაში. სასიხარულო საინტერესოა. სასიხარულო აქ რაღაცის დასრულება.
მე ვიტყოდი კი ეს რაღაცის გამოჩენა თუ რაღაც აქ რაღაცის გამოჩენა და რაღაცის გამოჩენა რაღაცის დასრულება და ვიღაცის გამოჩენა იგრძნობა. დასრულება აქ ნერვიულობის, მღელვარების თუ პირველი პოზიცია აქ რაღაცას ძალიან განიცდი და ღელავ და შფოთავ და უკვე აი ისეთი განცდა ქონდა რომ მეტი უკვე აღარ შემიძლია. მეტი ამაზე ვარისი რაღა უნდა მოხდეს, ხო? თუ ასეთ რაღაც განცდა ქონდა პირველ პოზიციაზე, ან ასეთ სიტუაციები იყო, აი იცოდეთ რომ ამ ახლო დღეებში ეს დასრულდება. პლუს ასევე ვიღაცის გამოჩენაც არის აქ. პაჟახმლების ეს ვიღაც არის. ხო, რაღაც ასეთი ხო? ვიღაც ისეთი პიროვნების გამოჩენა, ვინც როგორი პიროვნება აქვს. ვისთანაც გადახდა ეს სამიანი, ვისთანაც ცოტა მძიმე სიტუაციები გადაგხდათ აქ. ან ესეთი არასასიამოვნო, ან ხანგრძლივად მიმდინარეობს რაღაც გაურკვევლობა თქვენ შორის, სიცივე, მივდივართ, მაგრამ სად მივდივართ არ ვიცით, ხო? ვიღაც ასეთის გამოჩენა არის აქ. ესეთი ვიღაცა ასეთი ჩდება. აი ასე ჩდება, ხო? აი ასე უცაბედად, რაღაც პომპეზურად, ეფექტურად ჩდება ეს ადამიანი თქვენთან და ეს არის აქ სასიხარულო. კი, ეს არის ძალიან სასიხარულო პირველი პოზიციისთვის. აღსანიშნავი იქნება ეს მომენტი და ამ ადამიანის გამოჩენა თქვენთვის და სასიხარულოც, რადგანაც ამ ადამიანის გამოჩენა როგორ რაღაცა იცით, აი ხელახლა გაგაცოცხლდებთ. თითქოს რაღაცას ხელახლა გაგაცოცხლებთ და მოგივათ ენერგია, რომ კაი, ამასაც ვიზამ, აი ამასაც ვიზამ, ხო, რაღაც ასეთი სიტუაცია. კარგი. რას ეხება ეს სასიხარულო აქ რაც მოხდება? რას ეხება? ახალ შანსს, ახალ შესაძლებლობებს, გაურკვევლობის დასრულებას, თქვენი საზღვრების და ინტერესების დაცვას, იმის მიღება, რაც უნდოდა პირველ პოზიციას, კი. მე ვიტყოდი აი იმ მიზნებისკენ სწრაფად ან სიტუაციის იმ მიმართულებით წაყვანა, რაც თქვენ გინდოდათ. ეს კონკრეტულად ეს ამ ადამიანთან დაკავშირებით არის თუ კიდე სხვა სიტუაციებით. არა, ამ ადამიანთან კი არის აქ რაღაც ისეთი სიტუაცია, მაგრამ ეს ადამიანი და ამ ადამიანის გამოჩენა არ არის აქ, როგორ თქვა, სამიზნე, ხო? აქ მიზანი არის ის, რომ თქვენ იწყებთ ამ ადამიანის გამოჩენა მე როგორც მივხვდი, რაღაც უბრალოდ აი როგორ თქვა, მოტივაცია ამ ადამიანის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ გამოდიხართ აი ასეთ სიტუაციიდან, ასეთ ენერგიებიდან, რომ თითქოს всё ცხოვრება დასრულდა, გამოსავალს ვერ ვხედავ, ხო? ეს ამ ადამიანს გამოყავხართ, აი ამ ძიმე სიტუაციიდან და მიტომაც ჩრდება, მიტომაც აგზავნის სამყაროს თქვენთან ამ ადამიანს, რომ რაღაც განთავისუფლდეთ სიმძიმისგან, იგრძნოთ შვება და ახალი ძალებით გაეშუროთ რაღაც ახალი მიზნებისკენ, წარმატებისკენ და უფრო მეტად პოზიტიურ ცხოვრებისკენ, ხო? აი ასეთი სასიხარულო ამბავი და ვითარებები არის აქ პირველ პოზიციასთან. კარგი, ვნახოთ რას მოგიტანთ თქვენ ეს სასიხარულო. ეს რა არის? ოცნებების ასრულებას გეგმე რაღაც ახალს მე ვიტყოდი, აქ საერთოდ რაღაც ახალს მოგიტანთ, ახალ გეგმებს, ახალ იდეებს, რაღაც ახალ პროექტების დაგეგმვას, ან რაღაც ახალი იდეების დაგეგმვას, რაღაცა ასეთია აქ უფრო მეტად, რომ აი რაღაც ახალი მოდის ჩემს ცხოვრებაში, ან რაღაც ახალი ხდება და მე საერთოდ ახალ რაღაცეებზე ვოცნებ, ახალ რაღაცეებს ვაპროექტებ, ახალ რაღაცეებზე ვფიქრობ, ხო? და აი რეალურად ძალიან კარგი დაპროექტება თან ამ ყველაფრის. პლუს ეს არ არის მხოლოდ გეგმა, არამედ ისეთი გეგმა, რომელიც რეალობაშიც ხდება. დიდი აქ ასევე მოგიტანთ ძალიან დიდ გამართლებას, აი მართლა ძალიან დიდი გამართლება აქვს ბევრ რამეში, რომ ისე წარიმართება სიტუაცია, როგორც მაგალითად იქნება თქვენი ჩანაფიქრე, ხო? ან რასაც ჩავიფიქრებ და ბუნებრივად პარალელურად რაღაცებს ვაკეთებ ამისთვის, რეალურადაც უფრო მარტივი ხდება ამის განხორციელება. ეს სასიხარულო მოიტანს ახალ გეგმებს, კი, საერთოდ ახალ ენერგიებს და უფრო მეტად, როგორ თქვა, გამარტივებს, ოცნებების მიღწევა არის აქ თუ რაღაც გეგმების რეალიზება, არ ვიცი, რომელიც კიდე დაერჩიეთ თუ კიდე ორივე, აი ამ ყველაფერს უფრო გაგიმარტივებთ.
ძალიან მართლაც სასიხარულო ამბებია აქ. კარგი. და ამ ადამიანის გამოჩენა, ესე იგი, ეს ადამიანი არის კატალიზატორი აქ ცვლილებების. ეს ადამიანი აქ არის კატალიზატორი, ასე რომ ვთქვათ, ცვლილებების, ანუ თვითონ მანდამაინც ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, არ არის უდიდესი სიხარული, მხოლოდ აქ უფრო მეტად არის ის, რომ ამ ადამიანის გამოჩენით თქვენ უფრო მეტად გიხარიათ ცხოვრება. ცხოვრება რო გიხარიათ, ეს ენერგია გადადის თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტებზე, გადამდები ენერგია, რომელიც ეკიდება სხვა ასპექტებსაც ცხოვრების და ყველაფერი იძვრის გაყინულ ადგილიდან. იწყება მოძრაობა, იწყება ცვლილება, იწყება პოზიტივი, იწყება უცნობების ასრულება, პროექტების ასრულება, შემართება და გამართლება. ხო, ანუ ასე რომ ძალიან მშვენიერი სიტუაციები არის აქ. ნუ რა უნდა გაითვალისწინოს აქ პირველმა პოზიციამ, რომ ეს სასიხარულო რაც შეიძლება მალე მოიზიდოს. რა უნდა გაითვალისწინოს აქ პირველმა პოზიციამ? ეს საკუთარ თავთან რომ უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ დაუმეგობრდეთ თქვენს შინაგან ემოციებს, განცდებს, მოусმინოთ თქვენს შინაგან ინტუიციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იხემძღვანელოთ თქვენი შინაგანი ხმით და შინაგანი ინტუიციით, ხო? მოусმინეთ თქვენს განცდებს, თქვენს გრძნობებს. აუცილებელია, რომ პირველმა პოზიციამ დრო და დრო გაატაროს მომენტები საკუთარ თავთან. აი, ასე რომ ვთქვათ, განმარტოვდეს, ხო? იქნება ეს ბუნება თუ როგორც გირჩევნიათ თქვენ ეს ინდივიდუალურია, მოусმინოს საკუთარ ემოციებს, განმარტოვდეს, კონდეს შესაძლებლობა, რომ საერთოდ მოისმინოს საკუთარი ხმის, რომ გაარკვიოს, რა უნდა, რა მოწონს, როგორ, რანაირად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია აქ, რომ თქვენ შინაგან სამყაროს დაუახლოვდეთ, რომ გამოხვიდეთ აი ამ რაღაც არარესურსულ მდგომარეობიდან და ამ სამიანი ხმლებიდან დააღწიოთ თავი და დახუროთ ეს იქნება ეს რაღაც მტკივნეული მოგონებები თუ რაღაც წარსულიდან წამოსული ტრამვები თუ უბრალოდ უნდობლობა ადამიანების მიმართ. ასევე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ გინდათ ეს უნდობლობები და ჩაკეტვები საკუთარ ემოციებში, ხო? გაიხსენით ადამიანებს, ეკონტაქტეთ, მხოლოდ საქმეზე არა, არამედ ემოციურადაც მიეცით შანსი ადამიანებს, რომ შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში. და რჩევა პირველ პოზიციას fairies, რაც გადმომივარდა მანამდე. You have a strong bond with the fairies and your life purpose involves helping Mother Nature's fairies. ფერიებიო, ფერიები არის აქ რჩევა და გვეუბნება ეს კარტი, რომ შენო გაქვს ძალიან ძლიერი კავშირი ფერიებთანო და შენი ცხოვრების მიზანი მოიცავს, რომ დაეხმარო სამყაროს დედამიწას კონკრეტულად აქ იგულისხმება ბუნების კუთხით, ხო? ასე რომ აქ ვისაც როგორ უნდა ისე მიიღოს და ისე გაიგოს და ისე მოირგოს ეს რჩევა, მაგრამ ბუნება ძალიან მნიშვნელოვან წერტილს წარმოადგენს თქვენ ცხოვრებაში და საერთოდ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ამიტომ ეს არ დაგავიწყდეთ, ბუნება დაგეხმარებათ, თუ თქვენ რა თქმა უნდა მიცემთ ბუნებას ამის შესაძლებლობას. პრინციპში ეს იყო პირველი პოზიციის ინფორმაცია. წარმატებებს ვუსურვებ პირველ პოზიციას, თუ მოგეწონათ ეს გაშლა, დალაიქეთ და კომენტარეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო მეტი საინტერესო გაშლები ჩავიწეროთ და სურველებს ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ძალიან რთულია ხოლმე თემის არჩევა საჯარო გაშლისთვის, იმიტომ რომ სასიყვარულო სფეროზე უნდა უმეტესობას მოსმენა, სულ სასიყვარულო სფეროზე გაშლის გაკეთება ჩემთვისაც არ არის საინტერესო და ცოტა მოსაწყენიც არის. სხვა საკითხებზე, როდესაც ვაკეთებ გაშლას, უყურებს მარტო რაღაცა ძალიან ცოტა ადამიანი. და მანდამაინც რატომღაც ყველას უნდა ჰიპნოზური ტექსტების მოსმენა, რომ აი გამოჩნდება ის საწადელი, ის, მესმის რომ ყველას უნდა რაღაცა სასიამოვნო, სასიხარულოს მოსმენა, მაგრამ რეალობას არ უნდა აუცდეთ, ხო? ანუ ტარო არ არის მკითხაობა, მეგობრებო. ტაროს მეშვეობით ჩვენ ძალიან ბევრი სიხემისეული თემები შეგვიძლია რომ გავშალოთ, ჩავშალოთ და გავაცნობიეროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტაროს მეშვეობით ჩვენ ზუსტად რაღაცეებს ვიტყვით, ხო? ამ გაშლის დასაწყისშიც თუ დააკვირდით, ვახსენე, რაც ზუსტად მოხდება დიდი ალბათობით, მაგრამ შესაძლოა რაღაც დეტალები შეიცვალოს, ხო? იმიტომ რომ მომავალი არავინ ზუსტად არ ვიცით.
ტარო არ გამორიცხავს პროგნოზულ გაშლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ რაღაც ისინი ჩავატაროთ ზუსტი მკითხაობები, ხო? და საერთოდ ძალიან მცდარი აზრია, ძალიან გავრცელებული. სამწუხაროდ ბევრში გონიათ, რომ აი ტარო ამას ემსახურება და რეალურად საერთოდაც არ ემსახურება ამას. ამაზე უამრავი ვიდეო, რილსი, პოსტი მაქვს და წერილი და ჩემს გარდა კიდე სხვა ტაროლოგებსაც, ქართულ ტაროლოგებს არ ვიცი, მაგრამ სხვა ტაროლოგებს ძალიან ბევრი პოსტი და რილსი აქვთ ასევე ამ ინფორმაციაზე და სურვილებს შეუძლიათ მოიციოთ და გაიცნოთ. უფრო სიღრმისეულად რა როგორ არის, ხო? ტარო არ არის მანდა მაინც ის, რომ მოусმინოთ და დურბლი ჩამომდიოდეს და საერთოდ არაფერზე არ დავფიქრდე, ხო? ეს არ არის ტარო. კარგი. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია და ნახოთ რა სასიხარულო მოხდება დიდი ალბათობით, რაც ცნობილია ამ ახლო დღეებში მეორე პოზიციის ცხოვრებაში. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია განდეგილი. საინტერესო სიგნიფიკაცია აქვს მეორე პოზიციას ახლა. ნახოთ ეს დასტა თუ დაბოლაპარაკება. კარგი. განდეგილის არკანი. აქ განდეგილში იმყოფება მეორე პოზიცია ახლა ემოციურად საკუთარ თავშია ჩაღრმავებული. განდეგილია გარემო სამყაროდან. აქ მე ვიტყოდი მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია არის ახლა ის, რომ მეორე პოზიციამ რეალურად მეორე პოზიცია შინაგანად ეძებს პასუხებს, ეძებს გამოსავალს, ეძებს გარკვევას. ხო, მის ცხოვრებაში შესაძლოა ბევრი რაღაც ხდებოდეს. ვიღაცეები შესაძლოა აქ მიდიოდნენ, აი ამ შინაგანი განდეგილს რომ დააღწიონ თავი, მიდიოდნენ რაღაც გარე სამყაროში, ხო, რომ გადაიტანონ ყურადღება ამ სევდისგან, მელანქოლიისგან, თითქოს და მარტოსულად ეულად რო უგზნობთ თავს, რომ აი ეს ყველაფერი რო არ ვიგრძნოთ, გადაგვაქვს რაღაცეებს. მაგალითად, მივდივართ ბარში, უხდებით ვიღაცეებს, მივდივართ დეითებზე, რომ ლიშბი, აი ეს განდეგილობა არ ვიგრძნოთ. ვიღაცეები კიდე პირიქით რაღაც რჩებიან ამ განდეგილთან, კომფორტულ ზონაში, სახლში, ან იქ სადაც მათ ეკომფორტულებათ მარტო და არიან ამ განდეგილში და არიან, ხო? ბუნებრივია, რომ ყველა კაცს აქვს დადებითი და არადადებითი მხარეები და ამ შემთხვევაში ვიღაცა შესაძლოა ამას დადებითად იყენებდეს ან განდეგილს და უღრმავდებოდეს და ეცნებოდეს საკუთარ თავს, საკუთარ ინტუიციას, რა მინდა, როგორ მინდა, თვითგანვითარებით იყოს დაკავებული ან უბრალოდ ხშირად დროს ატარებდეს საკუთარ თავთან და ვიღაცა კიდე პირიქით გაურბის ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ შინაგანად იქ არის ბევრი კონფლიქტები და მწარე თემები, რასთან გამკლავებაც ეშინია, ან სურვილი არ აქვს, ან კიდე რაღაც სხვა, ხო? ამიტომ აქ თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, რომელი ამ ორი ინტერპრეტაციიდან არის თქვენზე, მაგრამ ზოგადად სიგნიფიკაცია არის აი ეს. რა თქმა უნდა, აქ არ არის მარტივი ენერგია, განდეგილის ენერგია ანანერად არ არის მარტივი და მეორე პოზიცია საკმაოდ ისეთია, ჩამოხვეული საკუთარ თავთან და კონკრეტულად ამ ცხოვრების ეტაპზე ასეთ ენერგიებშია, რომ რაღაცნაირად ცდილობს გაერკვეს რა მინდა, სად მინდა, როგორ, რანაირად და ასე რომ თქვათ, ეძებს შუქს, ეძებს ნათელ წერტილს, რა გაახარებს, რა დაამშვიდებს და რა დაეხმარება პასუხის პოვნაში, ხო? ეს სიგნიფიკაციები არის აქ მეორე პოზიციასთან. კარგი, ნახოთ, რა გაახარებს ამ ახლო დღეებში დიდი ალბათობით, ზუსტად, მეტნაკლებად, რაც ვიცით, ხო? მეორე პოზიციას. რა სასიხარულო იქნება ეს? ხო? რა სასიხარულო იქნება და რა სასიხარულო მოხდება და რას მოუტანს ეს სასიხარულო მეორე პოზიციას. რა სასიხარულო? მაშკარო. აქ რა არის ეს? Emperor აქ რაღაც სიტუაცია თუ ეს ვიღაცა არის? სიტუაციას და ანუ ეს პიროვნება სხვა თუ რაღაც სიტუაცია. ორივე, აქ სიტუაციაც არის და პიროვნებაც არის ეს მეფის არკანის სიტუაციასაც გვაჩვენებს და პიროვნებასაც. აქ სასიხარულო არის.
ვიღაც პიროვნებასთან ერთად რაღაც, ხო? თუ კიდე რაღაც კანტიკი. ანუ მე ვიტყოდი, აქ სასიხარულო, აქ აშკარად იგრძნობა სხვა პიროვნებაც, იმიტომ რომ აქაც სხვა ადამიანიც არის და აქაც ხო, ანუ მარტო არა ხართ თქვენ ამ სიტუაციაში, ამ სასიხარულო სიტუაციაში, აქ არის ვიღაცასთან ერთად, თქვენ ასე რომ ვთქვათ, ვიღაცასთან ერთად რა ხდება? ცვლით თქვენს კომფორტულ ზონას, გამოდიხართ თქვენი კომფორტული ზონიდან, რაღაც წინ მიდის რაღაც მსჯელობები, გადაწყვეტილებები, გადიხართ სოციუმში, ასე რომ ვთქვათ, გადიხართ სოციუმში თქვენი რაღაც აი როგორ თქვა, ჩამჯდარი რუტინული სიტუაციებიდან გადიხართ რაღაც ახალში, გადიხართ ამ კომფორტული ზონიდან, გამოდიხართ, ხო, აი ასე ვიტყვი. ეს ერთი. ასევე აქ რა სიტუაცია არის კიდევ? აქ უფრო მეტი დინამიკა შემოდის, უფრო მეტი ცვლილება შემოდის, ხო? კარგი, კიდევ ვკითხავ, რომ უფრო რაღაც უფრო ვრცლად დავინახოთ ეს სასიხარულო ამბავი აქ მეორე პოზიციასთან. სასიხარულო ეს კიდევ ჩაგუშალეთ ეს ამბავი. ახალი შანსები და ნუ აქ ისევ იგრძნობა, რომ ვიღაც მოდის, ნახეთ, ორჯერ განმეორდა ეს არკანი, ვიღაცა მოიუტვის თქვენთან, აქ აშკარად ვიღაცა მოიუტვის თქვენთან ამ შანსისთვის. ეს რომანტიული კუთხით არის თუ არ არის ეს რომანტიული კუთხე, საქმიანი ან მეგობრული ან კიდე რაღაც სხვა რომანტიული კუთხით. არა მგონი აქ იყოს რომანტიული კუთხით, უფრო აქ არის ვიღაც თქვენს მიმართებაში, ვინც რა ეხმარება აქ მეორე, ხო? გეხმარებათ ოცნებების ასრულებაში. შესაძლოა ეს ვიღაც ვინ არის ეს ვიღაც? ვიღაც ვისაც კარგად იცნობს მეორე პოზიცია, კი, შესაძლოა ეს ოჯახის წევრიც იყოს თქვენი, ან ძალიან ახლო მეგობარი, ვიღაცისთვის შვილი შეიძლება იყოს და ეს ვიღაცა რა ну ეხმარება, აი თქვენ რაღაცნაირად ეხმარებით ერთმანეთს, ეს ადამიანი და თქვენ რაღაცნაირად ეხმარებით ერთმანეთს და შემდეგ იქნება ესეთი სიტუაცია, რაც გეხმარებათ, რომ დაატოვოთ თქვენი აი მე დედა რა ხდება, დაინგრა ყველაფერი. რომ დაატოვოთ ეს რაღაც მძიმე სიტუაცია თქვენს უკან, ეს არკანიც მეორედ განმეორდა, რომ დაატოვოთ რაღაც მძიმე სიტუაცია უკან და წახვიდეთ ახალი ჰორიზონტებისკენ. აქ არის რაღაც უცაბედი, ახალი, სასიხარულო, ხო? აი რაღაც ასეთია აქ საუბარი. გამოსვლა ზუსტადაც რომ აი ამ განდეგილის მდგომარეობიდან. მაგრამ აქ არ არის ისეთი, რომ აი რაღაც უფრო მასშტაბური სასიხარულოა, ხო ხვდებით? აქ არ არის რაღაც რუტინული, რიგითი რაღაცა, ხო? უფრო მასშტაბური სახე აქვს ამას. კარგი და რას ეხება ეს სასიხარულო? რას ეხება? ну რაღაც ახალ ემოციებს, ახალ საწყეს, ახალ იდეებს, ახალ ქმედებებს, ახალ გზას, ხო? ახალ გზას, სადაც იქნება ახალი შთაბეჭდილებები, ახალი ემოციები, ინსპირაციას თუ რაღაც უბრალოდ ახალ ეტაპს ცხოვრებაში, ხო? ვიღაცებმა მართლა შესაძლოა სადღაც გაემგზავრონ, ან უბრალოდ სადმე წავიდნენ, გადაადგილებებიც არის აქ. დინამიკა, ქმედება. ну თავარი არის აი დახურვა ამ რაღაც მძიმე ეტაპის და პერიოდის, როგორც იქნა ეს საბოლოოდ მიდის აქ, საბოლოოდ სრულდება. კარგი, რას მოგიტანთ ეს სასიხარულო თქვენ? ეს რა არის? ეს რაღაც ახალ სიყვარულს მოუტანს მეორე პოზიციას თუ ახალ შანსებს? ვაუ! ახალ ემოციებს? არა, ახალ ნაცნობობას? რომანტიულ ემოციებს გულს არა, არჩევანს, ხო, გადაწყვეტილებას, სილაღეს, საკუთარი თავის შეყვარებას, არა, გადაწყვეტილებას. აი გადაწყვეტილებაზე ამბობენ, რომ აი გადაწყვეტილება. კარტები უფრო გადაწყვეტილებაზე რაღაც იქნებ შემოთავაზებას, არა,
ისეთ სასიხარულო გადაწყვეტილებას, ხო, რაღაცის გადაჭრას, რაც იყო მეორე პოზიციისთვის მძიმე, რთული, ან გაურკვეველი საკითხის მოგვარება, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაცა აი ასეთის გადაჭრა, მოგვარება და ახალი შანსი. მე ამას მოიტანს. კარგი. რჩევა მეორე პოზიციას აქ. God box. Write any worries, concern or desires on a piece of paper that you put into a special container called a God box. It's a way of letting go and allowing the divine to help you. ღმერთის ხუთი ასე ქვია ამ კარტს. და გვეუბნებიან, რომ დაწერე შენი აი რაზეც ღილავ, ან რაზეც ოცნებობ, ქაღალდის ნაგლეჯზე ან ქაღალდზე დაწერეო, შემდეგ ჩადე ეს კონტეინერში, რომელსაც, ჩააგდე ეს კონტეინერში ან ყულაბაში, ან ვისთვის რა, ხო? რაც გინდათ ერთი სიტყვით, ჩააგდეთ ეს წერილი იქნება თუ ქაღალდის ნაგლეჯი თუ რაც, ჩააგდეთ ღმერთის ხუთში, ხო? ასე დაარქვით ღმერთის ხუთი. და ეს დაგეხმარებათ, რომ გაუშვათ ის რაღაცეები, რაც დაგროვდა თქვენში, იქნება ეს ზედმეტი ემოცია, იქნება ეს თქვენი შფოთვა მაგალითად, ხო, შფოთვის განთავისუფლებისგან ეს კაი ტექნიკა იქნება, ხო? რომ გაუშვათ, განთავისუფლდეთ აი ამ რაღაც განცდებიდან, ფიქრებიდან ან ემოციებიდან. და სამყარო დაგეხმარებათ უფრო მეტად, რომ თავისუფლდებით დაგეხმარებათ სამყარო, რომ რაღაც ახალი მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ან რაღაც სხვა შემოგთავაზოთ, ხო? იმიტომ რომ თქვენც რაღაცით ანთავისუფლებთ ადგილს, ხო? იქნება ეს ადგილის განთავისუფლების გამო ეს ტექნიკა, თუ მაგალითად იმიტომ რომ რაღაც ოცნება, კონკრეტული ოცნება, ან რაღაც სურვილები ავისრულოთ, მოვიზიდოთ, ხო? გააჩნია ახლა ვინ რატომ იმართავს ამ ტექნიკას, მაგრამ რჩევა არის ასეთი და შეგიძლიათ გამოიყენოთ, ვისაც გაქვთ ამის სურვილი. მადლობა მეორე პოზიციას. დალაიქეთ და კომენტარეთ, მსურველებმა გამოიწერეთ ჩემი არხი და ასევე გეუბნებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. მადლობა ყველას. მივესალმები მესამე პოზიციას და ვნახოთ მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია. დედოფლის არკანი მეორედ გადმომიტრიალდა უკვე. ამ რემონტმა ძალიან დამყარა, სულ ამ რემონტის ხმებია, მეგობრებო. მართლა რა უბედურება. არ შემეცი. ვერ გაცხა ეს ხალხი კორპუსებით. გადმომეყარა ყველაფერი. გადმომივარ და კარტები. კარგი. ნახოთ მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია მის ცხოვრების ამ ეტაპზე. დევილში ვართო. დევილში ვართო. ეს რა ხდება? მესამე პოზიცია. მესამე პოზიცია გამოვიდა ამ დევილიდან თუ არის ამ დევილში? გამოვიდა? არის. არა, გამოვიდა. ხსნა იპოვა მესამე პოზიციამ, ხო? ესე იგი გამოვიდა რაღაც ეშმაკური, კი, ყოჩახ მესამე პოზიციას. მესამე პოზიციამ რაღაც დაასრულა, რაღაც ესეთი ეშმაკური დაასრულა, ხო? ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყო რაღაც სიტუაცია, სადაც თქვენ არ გრძნობდით თავს თავისუფლად, კომფორტულად, ან ვერ იღებდით იმას, რასაც იმსახურებდით, ხო? იქნება ეს კარიერა, სამსახურის თემები, თუ კიდე რაღაც ესეთი თემა, ხო? თუ ურთიერთობების თემა, ხო? შესაძლოა ვიღაც იყო რაღაც მიჯაჭვულობებში, ტოქსიკურობაში, დამოკიდებულებაში,
სამკუთხედები 4 კუთხედებში და როგორც იქნა всё რა, რაღაცა დაასრულა, ან საკუთარ თავისთვის რაღაც გაირკვა სიტუაცია, ხო? აი, რაღაც ასეთი სიტუაციები არის აქ, მაგრამ თავარი არის ის, რომ მესამე პოზიციამ გამოვიდა ოჩახ, მესამე პოზიცია ოჩახ მესამე პოზიციას გამოვიდა ეშმაკურის სიტუაციიდან, დაძლია და აი ეს უდიდესი გაკვეთილია, აი აქედან გამოსავალი იპოვა მესამე პოზიციამ. ძალიან მიხარია. კარგი, ნუ არ ჩავუღრმავდები ამას. თავარია გავიგეთ, რომ გამოხვედით აქედან და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლა ვნახოთ რა სასიხარულო მოხდება დიდი ალბათობით მესამე პოზიციის ცხოვრებაში ამ ახლო დღეებში, ხო? რა სასიხარულო იქნება და ეს სასიხარულო რას მოუტანს თვითონ მესამე პოზიციას. ვნახოთ რა სასიხარულო იქნება. ნუ აქ ისევ მამაკაცის სიტუაცია და რა გავაკეთო? ეს მამაკაცია, ხო? აქ გრძნობ, რომ აი აქ არის ესეთი სიტუაცია, რომ აი ამ ვიღაცა მამაკაცის გამოჩენა თქვენთან. და ეს მამაკაცი რით ჩდება მესამე პოზიციასთან? გადაწყვეტილებებით, ხო, რაღაც მშვიდობით, სილაღით, სასიამოვნო ემოციებით, აქ არ არის სიმძიმე, არ ჩდება რაღაც მძიმე სიტუაციების გამო, ან მძიმე ემოციებით, ხო? ჩდება თქვენთან ლაღად, სასიამოვნოდ. ეს არის სასიხარულოა. კარგი, ეს სასიხარულო კიდევ გვაჩვენეთ რა. ახალი შანსები, რაღაც ახალი პერსპექტივები, ახალი შანსები. მაგრამ ეს მამაკაცის თემა არის აქ, ხო, დედოფლის არკანი და მანამდე სანამ გავშლიდი მესამე პოზიციას, დედოფლის არკანი ორჯერ მომიტრიალდა სხვადასხვა დასტაში, ასე რომ ხო, ნუ ეს არის ესეთი წამყვანი სასიხარულო აქ მესამე პოზიციისთვის. კარგი და ეს მამაკაცი ახალია თუ იცნობთ უკვე ამას, თასების მეტ. ახალია. მე არ გრძნობ, რომ ეს ვიღაც ახალია, მაგრამ ხო, ნუ ვისთვის როგორ მიხვდეს მესამე პოზიციამ, რომ აი ეს მამაკაცი ეს არის. იგრძნობთ, თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი ინტუიცია და თქვენ ამას იგრძნობთ შინაგანად, რომ აი ეს ის მამაკაცია, ვისიც იყო ეს გაშლა. თქვენ ამას იგრძნობთ, ამ მამაკაცს ენდოს მესამე პოზიცია. აქ როგორი სიტუაცია არის, იცით? არ ელოდოთ რა მის განვითარებას ამ მამაკაციდან. უბრალოდ მიიღეთ ეს ახალი ემოციები, რაც და ეს ახალი სიტუაცია ამ პიროვნებასთან, ან ზოგადად ეს რაღაც ესეთი ლაღი სიტუაცია, ასე რომ ვთქვათ, ამ პიროვნებასთან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არ გახდეთ ამ სიტუაციის ან ამ ადამიანის მსხვერპლი და დაიცვათ თქვენი საზღვრები. ანუ იცოდეთ თქვენ რას ეძებთ, რა გსურთ, მაგრამ არ ელოდოთ მისგან, რომ აი ახლა ეს დაიწყებს რაღაცების გაკეთებას ჩემს გამო. არამედ იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, თუ გამოჩნდა ვიღაც ძალიან მშვენიერი, დაიტენეთ ამ სასიამოვნო ემოციებით, კომპლიმენტებით, თუ აემნებით, თუ რაც იქნება თქვენ შორის, მაგრამ არ გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ აუ, всё, ახლა ცოლობას შემამთავაზებს და რაღაც საოცრებები მოხდება, ხო? უბრალოდ მიიყევით დინებას, ისიამოვნეთ იმ სიტუაციებით, რაც იქნება თქვენ შორის, ხო? აი ასეთი რჩევა არის აქ. კარგი, რას მოგიტანთ ეს სასიხარულო თქვენ? ეს რა არის? გამოცდილებას თუ აქედან გამოსვლას? გამოცდილებას, მეფე. გამოცდილებას მამაკაცებთან თუ რა? ხო, გამოცდილებას მამაკაცებთან. რა სახის გამოცდილებას? აჰა. იმ სახის გამოცდილებას, რომ არ იყოთ მსხვერპლი და დაიცვათ თქვენი ინტერესები და თქვენი თავი. ანუ აქ სასიხარულო რა არის? ეს მაქვს მე აქ შეკითხვა. სასიხარულო. სასიხარულო ახალი ემოციებია, რომანტიკული ემოციებია. სასიხარულო არის ეს სიტუაცია, იმიტომ რომ აქ არ იქნება გულის ტკენა. ნუ იფიქრებთ, რომ აუ, აქ ახლა ვიღაცა ესეთია, მოდის გულს, არა, გულის ტკენი გადატრიალებული ამოვიდა თან პირდაპირ კარტი. მე არ ვიყენებ ხოლმე ასე, მაგრამ ნუ რატომღაც ასე ამოვიდა, ხო? და ამიტომ აქ არ მოდის ეს ადამიანი, რომ გატკინოთ გული და ეს სიტუაცია არ იქნება ასეთი, არამედ ძალიან ესეთი სასიამოვნო
ხოლო სასიამოვნო დადებითი ემოციებით იქნება ეს სიტუაცია და თქვენ როგორც იქნა მიხვდებით რომ აი თურმე აქამდე როგორც ვიქცეოდი ეს აღარ განმეორდება და მეც ასე აღარ მოვიქცევი, არამედ პირიქით თურმე რა სასიამოვნო ყოფილა, რომ აი აუჩქარებლად ნელ-ნელა მიყვები სიტუაციას და გჯერა შენი თავის. ხო, აი რაღაცა ასეთი სიტუაცია. ანუ აქ თავარს ესხარულა რომანტიკული, კი ბატონო, და პენტაკლების მეფე. კი, აქ არის რომანტიკული სიტუაცია ესეთი სასიხარულო. ნუ კარგი, რჩევა ვიკითხოთ აქ მესამე პოზიციისთვის და გავუშვათ. რჩევა. მშობლები. Parents, the divine truth is that your parents internally love you to the best of their ability. The angels are helping you heal from any pain associated with your mother and father. ანუ მშობლები არის აქ რჩევა და აქ საუბრობენ იმაზე, რომ სამყარო გეხმარება იმაშიო, რომ მოირჩინო ნებისმიერი ტკენა, ტრავმა, რაც უკავშირდება შენ მშობლებსო და გახსოვდეს, რომ შენ მშობლებს უყვარ ხარ, რაც არ უნდა მომხდარიყო თქვენ შორის, ხო? რაში ცდომებიც არ უნდა დაეშვათ, გახსოვდეს, რომ მათ მართლა უყვარ ხარ და ეცადე რომ გაცნობიერო, რომ ის სცენარები, რაც გათამაშდა შენსა და შენ მშობლებს შორის, ან რაც კიდევ თამაშდება და ხვდები, რომ რაღაცები არის ტრამვული, ან არასწორი შენთვის, ან კიდევ რაღაც გავშვი უბრალოდ ეს, ხო? არ ჩაიტოვო ეს ყველაფერი შენს გულში, გავშვი, გაცნობიერე და არ გადაიტანო იგივე სცენარები მაგალითად სხვა ადამიანებთან, ხო? და რჩევა კონკრეტულად ამ სიტუაციასთან დაკავშირებით რომანტიკულ სასიხარულოსთან მესამე პოზიციას. შეხვდი უბრალოდ ამ სასიხარულოს, იყავი მზად ამისთვის, იმიტომ რომ ეს უკვე მოდის შენთან გზაში არის, ასე რომ უბრალოდ გაეხსენი ამ სასიხარულო ამბავს, ასე რომ ასეთი ინფორმაცია იყო აქ მესამე პოზიციასთან, წარმატებას უსურვებ ყველას, თუ მოგეწონათ გაშლა დალაიქეთ და აკომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და მსურველებს ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. წარმატებები ყველას.